მოგესალმებით, მე ვარ პროფესორი ბაჩა ნაჯიშკარიანი, ტრადიციულად ვაგრძელებთ ჩვენი მინი ლექციების ციკლს არაიურისტებისთვის. დღეისათვის მინდა ქურდულ სამყაროსა და სისხლის სამართალთან დაკავშირებით გესაუბროთ. ვინაიდან თქვენ ხშირად მოკრავთ სოციალურ ქსელებში ინფორმაციას, ასევე საინფორმაციო სასწავლებელში პერიოდულად, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირების დაკავებასთან მიმართებაში. ჩვენი მიზანი არ არის, რა თქმა უნდა, ახლა ამ თემაზე ფართო მსჯელობის განვითარება, მთავარია ვიცოდეთ ძალიან მოკლედ, კომპაქტურად ის სისხლის სამართლებრივი დასჯადობის სტანდარტები, რომელიც ჩვენ ქართულ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში გვაქვს. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი კანონმდებლობით დასჯადია ქურდული სამყაროს წევრობა, როგორც ასეთი. ანუ შეიძლება პირი თვითონ არ იყოს ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, თუმცა ქურდული სამყაროს წევრობისთვისაც კი უკვე სადღაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული. რაც შეეხება კანონიერ ქურდობას, ანუ ეს არის ის პირი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრებს გარკვეულ მითითებებს აძლევს, დავალებებს აძლევს, ჭყალებში შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია ამ სამყაროს შიგნით, აქ უკვე 15 წლამდე ვადით არის ჩვენი კანონმდებლობით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილი. ანუ საკმაოდ მკაცრი სასჯელები გვაქვს გათვალისწინებული. ასევე ცალკე დანაშაული სახით არის ჩვენს კანონმდებლობაში ქურდულ შეკრებაში მონაწილეობაც დასჯადი, ანუ საკმაოდ მრავალფეროვანი ნორმები გვაქვს, როგორც ხედავთ. ანუ ამით კანონმდებელი ცდილობს მეტნაკლებად, რომ ყველა მიმართულებით იყოს ეს ქმედება სამართლებრივად გასაკითხი, როგორც ასეთი. კანონიერი ქურდობა ან ქურდული სამყაროს წევრობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ხა თვითონ თავისთვის დადგება და იძახის, რომ ან ქურდული სამყარო მაგარია, ან თვითონ რომ ეგრეთ წოდებული ძველ ბიჭობს და ასე შემდეგ. არა, რა თქმა უნდა, ასე ცალმხრივად საკუთარი თავის ქურდული სამყაროს წევრად აღიარება არ ხდება, ბუნებრივია თვითონ ქურდულმა სამყარომ უნდა მიიღოს ის როგორც ასეთი თავის წევრად და ასეთი ორმხრივი ურთიერთობის შედეგად იქმნება მერე დანაშაულის შემადგენლობა, რომელიც ასევე სისხლის სამართლებრივად არის დასჯადი. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ჩვენი კანონმდებლობა უშუალოდ მარტო ქურდული სამყაროს წევრებს ან კანონიერ ქურდებს კი არ ეხება, არამედ ეხება ნებისმიერ პირს, რომელიც შეიძლება ზოგადად არანაირ კავშირში არ იყოს ქურდულ სამყაროსთან, მაგრამ მაგალითად არის ბიზნესმენი და გარკვეული ბიზნეს დავის დაჩქარებული წესით გადაწყვეტა მოუნდა, იმიტომ რომ დაეზარა სასამართლოში სიარული, ვიცით რომ ის ძალიან დიდი ხანი შეიძლება გრძელდებოდეს ეს დავები, თვეები, წლები, პირველი ინსტანცია, მეორე ინსტანცია და ასე შემდეგ და ამიტომ თავის ნაცნობ კანონიერ ქურდს მიმართა, რათა მისთვის ეს პრობლემა მოეგვარებინა, ასე თქვა, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით. აი ეს ქმედებაც უკვე დასჯადია რომ იცოდეთ. ანუ ქურდული სამყაროსთვის მიმართვაც კი 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობით. ამიტომაც მარტო ასე თქვა ამ სამყაროთი ეს დასჯადობა არ შემოიფარგლება, ეს უნდა ვიცოდეთ ძალიან კარგად. ელემენტარულად ქურდული სამყაროს წევრებს, კანონიერ ქურდებს, რომც დაურეკოთ და ასეთ საკითხებზე საუბრებოთ, რაღაცა ურთიერთობის გარკვევა გსურთ, ვიღაცასთან პრობლემა გაქვთ და ასე შემდეგ, შეიძლება, რა თქმა უნდა, თქვენც ამ შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცეთ. იმ შემთხვევაშიც კი ზოგადად უარიც კი რომ გითხრათ ქურდული სამყაროს წევრმა თქვენი ამ პრობლემის მოგვარებაზე. აქ კანონმდებლისთვის თავარი არის ის, რომ თქვენ მიმართეთ იქით ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს, ასე ვთქვათ, აი ამ შემოვლითი გზებით თქვენი პრობლემის გადასაჭრად და სწორედ ამის წინააღმდეგ არის ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ნორმაც ჩადებული. იმედია ეს ძალიან მოკლე ინფორმაცია, ასე ვთქვათ, თქვენთვის საინტერესო იყო. შემდეგ ლექციაზეც ისევ სხვა თემაზე ვისაუბრებთ უკვე და იმედია შევხვდებით. ბადროებით.